მე მსმენია ესეთი ფრაზა sleep training. ანუ ატრენინგებენ ბავშვებს, როგორ დაიძინოს თუ ჩაიძინოს თვითონ, ღამე თუ გაიღვიძებს და ტირის როგორ უნდა დაიწყნაროს თვითონ თავი. ანუ საუბარია რაღაცა თვეების ბავშვებს, ეს შეუძლებელია. Sleep training-ი გამოიგონა ორმა კაცმა, რომელთაც არანაირი კავშირი არ ქონიათ. კაცი გამოიგონებდა მაგას, რა თქმა უნდა. ხაი, ახალი რამოდენიმე კაცების გამოგონებულია. ალბათ იმიტომ გამოიგონეს, რომ რაც შეიძლება მალე სწავლებინათ ბავშვებისთვის, ამ მშობელი ყოფილიყო უფრო პროდუქტიული, ალბათ საბოლოო ჯამში ეს არის, ხო? და ანუ აღიქმება sleep training-ის მიხედვით, რომ ძილი არის უნარი, რომელიც შეგიძლია ასწავლო რამოდენიმე თვის ბავშვს. Sleep training-ის აი მართლა სპექტრი არსებობს, არის ძალიან ძალადობრივი, აი რაც პირველად ვთქვი, რომ ყველაზე შორეულ ოთახში გამოკეტავ და კივის და რაღაც მომენტში გაჩერდება და ისწავლის, რომ მე რომ ვიტირი, არავინ არ მოდის და მოდი აღარ ვიტირებ. მაგრამ ვიცით კვლევებით, რომ ანუ მიუხედავად რომ ბავშვი არ ტირის მაგ დროს, კორტიზოლის დონე, ანუ სტრესის ჰორმონების დონე აქვს მაინც მაღალი. ანუ სულ სტრესში არის, იმიტომ რომ მიუხედავად რომ არ გამოხატავს ამას ვერბალურად და არ ტირის, არ ნიშნავს რომ სტრესი აღარ აქვს. ხო, იმიტომ რომ თავარი მოთხოვნილება რაც არის ადამიანის ეს უსაფრთხოება, საბაზისო, ნოლსაფხურზე არის, ეს თუ არ არის დაკმაყოფილებული, ვერაფერს ვეღარ მიაღწევს ადამიანი, იმიტომ რომ მას ექნება სულ პრობლემები. აი ეს უსაფრთხოება, ეს რომ მე ვენდობი იმ გარემოს, სადაც ვარ. აი ბავშვს ეს თუ არ ექნება განვითარებული, შემდეგ მას ძალიან ბევრი პრობლემები შეექმნა.